ახეთ, როგორი ოქროსავით სოკოებია. შეხედეთ. აი, აგერ, ასეთები. აგერა. საღამოშიდობის ჩემოჯიგრებო, მომწერეს რომ იქნებო სოკოთიო რამე გააკეთებო რა. მარხვა არის ახლა და აი სამარხვოთ, აი უცებ მარტივ გასაკეთებელ მაგარ რეცეპტს გასწავლით. აი ესეთი სოკო, აი სოკოა ძალიან შევიძინე და დააკვირდით ხოლმე რა, ყიდვის დროს სოკო არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში აი დაგლეჯილი, ესეთი აი ნაკუწებად და ეს პატარ-პატარა ნაჭრებად დაფლეთილი. იმიტომ რომ ესე იგი უკვე სოკო ცოტა ძველია, ან წყალში ხონდა ჩაგდებული ესეთი სოკო და ესე იგი რეალურად ან აი წონამ რომ მოიმატოს, ანუ უკვე ხარისხი აქვს დაკარგული. სოკო უნდა იყოს აბსოლუტურად მშრალი, აი როგორც ახლა ხელში მიჭირავს, აი ესეთი მშრალი უნდა იყოს სოკო. ესე შეკრული სოკო უნდა იყოს და კიდევ ერთხელ არ უნდა იყოს ესე იგი გაფუჭებული და მონგრეული რა. აი ნახეთ, აი ამ სოკოს პრაქტიკულად აი ერთადერთი ადგილი რაც ესე იგი ჩვენ უნდა მას მოვაჭრათ, ეს არის ეს ძირები, სადაც ეგრეთ წოდებულ ტომარებში იზრდება, ეხლა ეს ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, ტყის არ არის, ტყის კიდევ უკეთესია, ტყის სოკო. აი ესე ვიღებთ ამას, რა ქვია ესე. დანას და აი ესე ვაჭრით აი ამ ნაწილებს, რომელიც არ გამოგვადგება ნამდვილად იმაში, რა ქვია. მარინადში და აი ესე გადმოვდებთ ესე უკვე გასუფთავებულს, გაპრიალებულ სოკოებს, ესე დავაწყობთ გვერდზე. აი, ჩვენ ახლა უკვე გავამასვენით, გავამზადეთ ჩვენი სოკო. ეხლა ამას ჩვენ უბრალოდ გავრეცხავთ, ჩვეულებრივად გავრეცხავთ. წყალს გადავავლებთ, ამას ბევრი არაფერი არ ჭირდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ძალიან სუფთაა ისედაც. უბრალოდ წყალს გადავავლებთ, ამას ჩვენ გავრეცხავთ ახლა და მე უკვე ავგებით და ასე ვიზამთ, რა ქვია, მოვხარშავთ რა. უნდა ვხარშოთ დაახლოებით ხის სოკოს ცოტა მეტი ხანი ჭირდება ხარშვა, ცოტა კარგად დარბილდეს, დაახლოებით 40 წუთი. აი ახლა უკვე გავრეცხეთ ჩვენ სოკო, ავალამაზეთ, გავაფწკრიალეთ და არაფერი. აი ესე ლამაზად ვაწყობთ ქვაფში. თავში სოკოს ცოტა დიდი ქვაბი უნდა, იმიტომ რომ ესეთი თითქოს მოცულობა დიდი აქვს, მაგრამ დაინახავთ მე როგორც კი წამოდუღდება ცოტა, მაშინვე მე იკლებს ეს ყველაფერი. არ დაგვრჩეს. და აგერ ახლა ჩვენ ავდგებით და დავასხავთ ესე ლამაზად წყალს. შევარცოთ აგერ ჩვენი პლიტა და როგორც კი წამოდუღდება, სადღაც 10 წუთში წამოდუღდება, დაახლოებით და უკვე მე 9 საათი უნდა ვადუღოთ სოკო რა. აბა ჩემო ჯიგრებო, ათუხტუხტა ჩვენი სოკო, ათუხტუხტა გავიდა 9 საათი. ადუღდა ჩვენი სოკო და ეხლა ჩვენ შეგვიძლია გამოვრთოთ ძალიან ცოტა ხნით პლიტა მეთქი ქურა ჩვენი და ამოვიღოთ სოკო. ჩვენს ლარნაკზე ქურა ისევ დაგჭირდება ჩვენ მარინადის მოსამზადებლად. აი როგორც გითხარით, დაპატარავდა ჩვენი სოკო საკმაოდ ცოტა შეგრილდეს. ამოვიღოთ და მანამდე შევუდგეთ მარინადს, ხო, რაც ყველაზე მთავარია, ჩემო ჯიგრებო, ჩემო საყვარლებო, მოწონებები, კომენტარები. TikTok მაყურებლებს მინდა უთხრა, რომ ბოლომდე თქვენთან ვერ ვასრულებ ხოლმე გადაცემას, იმიტომ რომ იცით რომ სადაც ჭიქა გაჩხარუნდება, ლუდი არაყი ღვინო, ძალიან სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს TikTok-ი. დედის გინება შეიძლება, მაგრამ რატომღაც ლუდი არაყი არ შეიძლება TikTok-ზე. ამიტომ უყურეთ Facebook-ზე და YouTube-ზე. გადმოდით, გამოიწერეთ და ვინც Facebook-ზე და YouTube-ზე უყურებთ, კიდე დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები ჯიგრებო. მოკლედ რა მოგწონთ, რა გავაკეთო, რომელი რეცეპტი, რომელი რესტორნის კერძის დეგუსტაცია. კარგით, აი ეს უკვე ახლა ჩვენ მოვხარშეთ, ცოტა ოდნავად შეცივდეს და ახლა ჩვენ გადავიდეთ უკვე მარინადის მომზადებაზე. დაახლოებით ჩავასხათ ლიტრა 9 წყალი. აი ახლა ამ ლიტრა 9 წყალზე გაჩვენებთ რა უნდა ჩავყაროთ ჩვენ, რომ მარინადი გამოგვივიდეს უგემრიელესი. პირველი, 2 სუფრის კოვზი მარი. აი ზოგი შაქარს უშვება სოკოს მარინადს, მაგრამ მე არ უშვები, მაგრამ შეგიძლიათ ისე აი 2 სავსე სუფრის კოვს თუ უზამთ მარილს, სადღაც ისეთი რა, არასავსე სუფრის კოვზი უკნა ჩაქარი, მაგრამ მე პირადად არ უშვები, რატომღაც სოკოს არ
ამჯობინებ რომ არ უქნა. ამას ეძახიან რაღაცა დარიჩინის ესე იგი ესეთი ის არის რა ქვია სახელი რუსულად მახსოვს და აპატიეთ ოკუპანტის სახელზე ამას რაღაცას ეძახიან. მაგრამ ეხლა ისიც დამავიწყო, მოკლედ დარიჩინი ქვია რა თუ არ ვწდები რა. ეს სურნელოვანი წიწაკა, ნახეთ, სურნელოვანი წიწაკა აქ არის მიხაკის ისინი რა ქვია მიხაკი ასევე და არის შავი წიწაკის ფურთულები. აი ამასაც აი ესე ბევრს არა, აი ესე უშვებით ჩავყრით, ესე იგი აქ ჩვენ და რა თქმა უნდა დაფნაც ბევრი არა, მაგრამ აი ესეთი მაგალითად 2 და 1-იც პატარა ფოთოლი უქნათ ესე. ეხლა უნდა დაველოდოთ რომ ეს ადუღდეს და როგორც კი წამოდუღდება ეს მაშინვე უნდა გამორთოთ. ამას არ უნდა დავუწყოთ ეს რა ქვია ლოდინი და საათებით დუღილი. ეხლა ჩვენ გვაქვს დრო, სანამ ეს წამოდუღდება და გავამზადოთ უკვე ბანკაში კილაში ჩავალაგოთ სოკო. ავიღოთ პატარა ესეთი ის რა ქვია დაფა. აი ნიორი, ხედავთ აგერ არის ნიორი და ეს ნიორი, აი ესე წვრილად დავჭრათ რა. ეს სულ არ დაგჭირდება ამის ნახევარი მაქსიმუმ, ესე ავდგებით და ესე წვრილად რა ჩაოლებრივად რა. იმიტომ რომ თლიანი რო ჩავდოთ ნიორი, მაშინ აუცილებლად იმას იზამს რა ქვია. იმინ გემოებს იმას არ გამოუშვებს, ამიტომ საჭირო ესე მისი ესე წვრილად დაჭრა. ეხლა ნახეთ, ეს სოკოც შეგვიძლია გავაცალკეოთ მაგალითად და ისე ჩავალაგოთ, მაგრამ მე რატომღაც მომწონს აი ესე ბუჩქებით რო არა? მაგრამ ნუ ეს არის ისე თქვენი გადასაწყვეტი ამბავი ესე. ყრით სოკოს. აი როგორ დაპატარავდა, წარმოიდგინეთ, აქ იყო კილო 200 სოკო. როგორ დაპატარავდა და ამას ეხლა აი ესე ვაყრით ნიორს მაგალითად ერთ ფენას ვაყრით. ნუ ანალოგიურად კიდე დავამატებთ სოკოს. კილა დიდი მაქვს, სოკო ცოტა. მაგრამ არა უშავს. კარგია მთლიანი მარინადი ჩაეტევა შიგნით და უფრო კარგი გამოვა. და ისევ იგივეს ვაკეთებთ, აი რაღაც ჩავყარეთ 1-2 მუჭა და 2 კბილი, 3 კბილი დავჭრით წვრილად ლამაზად. ნიორი და ჩავიმასქენით რა ქვია. ჩავამატეთ. ისევ ანალოგიურად აი ესე ყრით სოკოს ნუ ვამატებთ კიდე რამოდენიმე კბილ ნიორს. ნუ დაახლოებით რო ავიღოთ სადღაც კილო 200 სოკოზე სადღაც 7-8 კბილი ნიორი რა. ეს ახლა ერთი აქ მინუსი ის რომ ქართული ნიორი არ მაქვს. შეკვეთილი მაგ და უნდა ჩავამიტანო და აი ამ ჩინურ ნიორებს და ამ იმპორტირებულ ნიორებს აქვთ ერთი ცუდი თვისება რომ მეორე დღეს ბანკაში იქნება თუ გაჭრილტოს თუ დატოვებ ცოტა ლურჯდება რა. არაფერს არ შვება არც მომწამლავი არაფერი, მაგრამ ნუ აი ქართული ნიორი რჩება და რჩება თეთრია სულ რა. აი ეს უკვე ჩვენ ჩავყარეთ აგერ, ეხლა ესენი ავიღოთ. ესეც წამოდუღდება ჩვენი მარინადი და როგორც კი წამოდუღდება, გამორთავთ, ძალიან ცოტა შევაციერებთ და დავასხამთ. აი ადუღდა ჩვენი ეს რა ქვია, მარინადიც. გამორთოთ ეხლა და ძალიან დიდი ხანი არ უნდა, მაქსიმუმ 3-4 წუთი რომ შეგრილდეს ეს მარინადი და როგორც კი შეგრილდება, ცხელივე უნდა დავასხათ სოკოს რა. აი ახლა ავდგეთ უნდა და ჩავასხათ ესევე ცხელი რა. ბანკა ცოტა დიდია, მაგრამ ნახეთ, კაია პირიქით, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ჩავა თლიანად ეს ჩვენი ესა რა ქვია. მარინადით. ნუ აქ კიდე ჩაეტეოდა რამის ერთი ამდენი სოკო რა. აი ახლა როცა ცოტა შეგრილდა, ცოტა არ არის აუცილებლად ბოლომდე გაცივდეს 50 მილილიტრი, შეგიძლიათ 100 მილილიტრი, 50 გრამს აი რო ეძახიან. 50 გრამს 100 გრამს რა ვიცი, თქვენ გინდა მილილიტრი თქვათ, გინდა რამე თქვათ, დავასხათ ძმარი. ნებისმიერი ძმარი შეიძლება, გინდა ღვინის იყოს, მე მაგალითად ვაშლის ძმარს ვხმარობ, ძალიან გემრიელი გამოდის. ვაშლის ძმარით არა გაქვთ ვაშლის ძმარი, ღვინის ძმარი ჩვეულებრივად წავა რა. აი ესე ჩავასხოთ ახლა. და ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ თავზე დავახუროთ და 24 საათის მანძილზე მაცივარში შევდოთ. მაცივარში 24 საათის შემდეგ ეს იქნება უკვე მზა და ძალიან გემრიელი და მერეც აი გაჩვენებთ როგორი იქნება, როცა დეგუსტაციას აბი გლუკოზასთან ერთად ვისამთ ერთ. აბა ჩემო ჯიგრებო, აი გავიდა 24 საათის და ჩვენი სოკოც მზად არის. აი, აგერ ნახეთ. როგორი ხოშიანი ჯიგრული, აშკაცური, აი ესეთი სოკო გამოგვივიდა. ეხლა მთავარი რაც არის, ეს ეხლა ჩვენ ამოვიღოთ აგერ ჩვენს სინაზე. მოვაყაროთ ხახვი, მოვასხათ კარგი ზეითუნის ზეთი და მე რა თქმა უნდა აბი გლუკოზა.
აი აგერ, სოკოც, ნახეთ როგორი ლამაზი გამოგვივიდა. ეხლა აი ამას მოვაყაროთ ესე ლამაზად ხახვი. წითელი ხახვი ჯობია ყოველთვის, ცოცხლად უფრო გემრიელია ვიდრე თეთრი ხახვი და თეთრი ხახვი რა თქმა უნდა მოსათუშად და კერძებში და ცოცხლად თუ ხმარობთ, აი ესე წითელი ხახვი მას ჯობია და რა თქმა უნდა, 1-2 ხახვი გადმოგვივარდა ზეითუნის ზეთი. მე ესე მოვასხათ. ესე მოვასხათ ჩემო კარგებო ზეითუნის ზეთი. ეხლა რამოდენიმე ცალი გადმოვიღოთ. ხო, გადმოვიღოთ კულტურულად რო გამოგვივიდეს. მოკლედ ეს ისეთი სოკოა, ჩემო კარგებო და ლამაზებო, რომ ამას ხო, პურის მიყურებაც არ უნდა რა. ამიტომ პურის გარეშეც აი ესა. რა ხრამუნებ რა. უგემრიელეს გამოდის. ძალიან კარგი გამოდის. და რას თავარია რა. ყოველთვის ვამბობ ხოლმე რა, არის ხანდახან რომ კაც რაღაცა გინდა მაღაზიაში შედიხარ ვერ ყიდულობ რატომ? იმიტომ რომ სამაგი ფასი აქვს რა, 4 მაგი ფასი აქვს რა. და სოკო, თევზი, რაღაც მარინადები ხო? შეგვიძლია, ჩემო კარგებო, ესე იგი სახშიც გავაკეთოთ, აი 4-ჯერ უფრო იაფად, უფრო ხარისხიანად, და უფრო გემრიელად რა. რავი, აი მართლა ძალიან კაი გამოდის. ეს არის ფიქრობთ რომ ისა მარტო სამარხოდ და მარხვაზე. წინვალეა ნაბახოსებზე. უბრალოდ წინვალეა რა. შეუდარებლად მაგარი რამეა, ჩაციებულია ესე უკვე რომ მას იზამს დამარინადდება, ერთ დღეში გამოდის და გინდათ მარხვის დროს და გინდათ არა მარხვის დროს, თან ძალიან სასარგებლო ეს აღარ იმაშვება, რა ქვია, აი არ იწვება არაფერი, ოდნავი ზეთი, ზეითუნის რაც სასარგებლოა და რავი, სასარგებლო, ჯანმრთელი, იაფი, იორღა, მეტი რა ვთქვა. და თავარი ქართული ყანწი ჩემო საყვარლებო და კაი არაყი. აბა ჩემო ჯიგრებო, გაგიმარჯოთ, არ დაივიწყოთ გამოწერა, კომენტარები, გაზიარებები და ესე იგი დამიწერეთ რა, რომელი რეცეპტი გაინტერესებთ, რომელი კერძის დეგუსტაცია გაინტერესებთ და როგორც ყოველთვის ჩემო კარგებო, ხმალი თქვენ და ისე აგერ ჩემ.